მოგესალმებით, განვაგრძობთ ავტომობილის როგორც სოციალური მოვლენის მორიგი ეპიზოდის ჩაწერას ბანის სტუდიოს ეგიდით და დღეს მე მინდა მოგიყვეთ ძალიან მაგარი და საინტერესო ბიზნეს ისტორია. ბიზნეს ისტორია, რომელსაც ქვია ავტობანი. ავტობანი და მისი დამფუძნებელი ბაკურ ხუნდაძე, რომელიც დღეს უკვე მასპინძლის სამპულაშია. ბაკურ, გამარჯობა, დიდი მადლობა შენი დროისთვის და პირველ რიგში მოდი ვუამბოთ მაყურებელს კიდევ ერთხელ ზოგადად ავტობანის ისტორია. ავტობანის ისტორია, რომელიც უკვე მრავალ წელს ითვლის, მრავალ წარმატებულ წელს, ასე ვთქვათ და ძალიან ბევრ ჩვენგანს აინტერესებს აი ამ კომპანიის, ამ ბრენდის შესახებ, უკვე ბრენდის შესახებ, თამამად შემიძლია ვთქვა ეს ეპითეტი, როდის დაიწყო ეს ისტორია, რა იყო ინსპირაცია და დღეს რა არის ავტობანი. რა გითხრა სანდრო, ეს არის ლოგიკურ ჯაჯვზე აწყობილი შედეგი არა. აბარაზია აწყობილი. როგორც ყველა ბიზნესი, თითქმის არსებობს ბიზნესის დამწყების და შემთხვევითობის თანაფარდობა რა, ესეთი რა. არ ამგონი ახლა ბოინგი რო იწყებდა იმის კეთებას ეს თან გამიზნული ქონდა, იქ იყო რამოდენიმე შემთხვევითობის ურთიერთობა და ნუ ის რომ ეს ენტერპრენორი ადამიანი ხელს ჩაავლებს იმ შემთხვევითობას. ეს უმეტეს შემთხვევაში ხდება. ლოგიკური აი რომ შედეგით ბიზნესი ძალიან იშვიათად რომ ამე დაიწყოს. ახაც იგივე იყო ესეთი ძალიან რთული პერიოდი 95 წლის დასაწყისი. ანუ ერთი რამე მართლა ვიცოდი რომ მე მინდოდა მეპოვა ჩემი და შეიძლება ითქვას თამამად იპოვე, იმიტომ რომ შენობა რომელიც ჩვენ სურგს უკან დგას, ამით არ დაწყებულა ყველაფერი, ანუ არა, რა თქმა უნდა. სააკაძის მოედანზე ასეთი მასშტაბებით არ დაწყებულა პირიქით. იმდენად უმასშტაბოდ დაიწყო რომ ამის წარმოადგენაც კი ძალიან ძნელია. მოდი ახლა ნელ-ნელა გავიზრდათ ჩვენ ამ მასშტაბური ნაგებობისკენ და ნელ-ნელა თან პარალელურ რეჟიმში უამბობთ მაყურებელს ისტორიაზეც აუბრობთ. მე მგონია შევიდეთ და შიგნით ჩამოვსხდეთ ჩვენებურად. საბურავებზე. კი, ეს ფორმატი სხვათა შორის ძალიან აპრობილებულია და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. მოკლედ, განაგრძევა ბაკურ რას ყვებოდი მოკლედ, მე ხაზი გავუსვი ობიექტს, რომელიც არის სააკაძის მოედანზე, ის არის სათავო ოფისი, ის ითვლება უბრალოდ სათავო ოფისად, პირობითად მოდი ეს დავარქვათ. თუმცა შემდეგ უკვე მოხდა აი ამ ობიექტის ფორმირება. გვიანე ამ ობიექტის, რომელიც შეიძლება დავსხდეთ არჯობია. ავიღოთ ჩვენი საბურავები და დავსხდეთ. კი ბატონო. თუ იაროთ. ეგეც ის არის რა თემა. დადვანი და ისევ ერთ ახდებოდნენ ფილტრებით და საბურავები. ფორმატი სხვა ფორმატი იციან ბიჭო. კაი, მოდი. ავარჩიოთ მაშინ საბურავები. მოიცადე. ერთი თვითონ ის დაბალბორტიანი გვჭირდება. ერთი აი ეს არის, ამაზე ვждებით ხოლმე აი ეს. ერთი ეს ხო, მოდი. ეს. ერთი. მოკლედ ეს რომელი ბრენდის საბურავია? ეს არის აპოლო. აპოლო. ამას არ ვაგზავნებთ ჩვენ და ეს წარსულია. მაგრამ სამაგიეროდ საბურავი დარჩა. კი. და მეორე საბურავი შენთვის ბაკუ. თუ მინდა ეს იყოს შენთვის და შენთვის შეარჩიე რომელი. ახალ, მოიცადე. ცოტა თხელბორტიანო გამძლე იყოს. ყველა საბურავი რაც აქამდე გამოგვიყენებია, მინდა ვთქვათ, რომ არის ძალიან გამძლე და აპრობირებული. კი ბატონო, მე მორი გამოწევს. კი, ხარბორტიანზე უნდა დავსხდეთ, თუ ის არ ჩაიკეთოს. კარგი, მოკლედ, ესე იგი ჩვენი სკამები, რომელიც მაყურებელმა უკვე დიდი ხანია შეიძლება იყოს მაყურებელი დიდი ხანია მიეჩვია ამ ფორმატს, იმიტომ რომ რაც ეს სლოგანი ფიგურირებს სატელევიზიო სივრცეში, ავტომობილი როგორც სოციალური მოვლენა, მას მერე მე და ბაკური ვსხედვართ საბურავებზე. და ეხლა განვაგრძობთ ზუსტად იგივე ფორმატით. სად განვლაგდეთ, აბა მითხარი? აგერა ეგ შეიძლება. ბესოს დააყენებს კამერას. კი ბატონო, ამასობაში ჩვენი ბესოც მოემზადება. ოპა. შეგვიძლია დავიწყოთ. მოკლედ, როგორც ვიძახდი ბაკურ ეს საბურავები, როგორც სკამები, ამ შემთხვევაში დააპატენტო აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ისე აპრობირებული ფორმატია. მოდი გადავიდეთ უკვე კომპანიის კონცეფციის შესახებ. ვისაუბროთ, რაც ნუ პრინციპში გარეთ შესავალში დავიწყეთ ამ ყველაფერზე საუბარი. რამდენი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური პარტნიორია დღეს ავტობანი საქართველოში? ანუ რამდენი საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს იგი საქართველოში?
71 ბრენდის 71. ნუ საკმაოდ დიდი მონაგარია შეიძლება თქვას. ხო, ახლა ბრენდებსაც გააჩნია სანდრო, ხო, ყველა ბრენდი არის საკუთარ სფეროში ნომერ პირველი. კი ბატონო. აი მიმართულებაში, ხო, აი ნომერ პირველი, ნომერ მეორე, თქვა, ახლა ნუ მარტო სამხურჭე ხუნდებში 6 ბრენდი გვაქვს და ხა 6-ვე პირველი ვერ იქნება, მაგრამ იმ მიმართულებით, ნუ თქვა, იქ ერთი კონვერზე ნომერი პირველია, მეორე ავტომარკეტზე ნომერი პირველია, ერთი, ნუ ევროპულ ავტომარკეტზეა, საერთოდ საუკეთესო ევროპულ, თქვა, კონვერზე მიწოდებაზე ნომერი პირველია. ნუ აი ესეთნაირად არის. მაგურ აი ყველაფერი თვალსაჩინო რო იყოს ჩვენი მაყურებლისთვის, ანუ რამდენიმე ესეთი კომპანია ჩამოგვიცვალეთ, აი აკალიბრის კომპანიები არიან და აქვე მინდა ვთქვა ზონები, ანუ გერმანული და იაპონური. გერმანული, იაპონური, ძირითადად ეს ორი კორეა. კი, გერმანია, იაპონია, კორეა, ესპანეთი, იტალია. ესპანეთი, იტალია. ნუ კი ბატონო, ნუ ამ შემთხვევაში გერმანიით და იაპონიით ყველაფერი ნათქვამია. კი, მაგრამ sakmot სხვაშორისო იცოდე, იტალია, ესპანეთი ტოლს არ უდებს. მართლა? ხო, ეს არ საინტერესო. სიდიდით გერმანიას, მეც ეგრე მეგონა რომ გერმანია ერთპიროვნული ლიდერია მეთქი, მაგრამ არ არის ესე. საკმაოდ აი პირდაპირ ქუსლზე ადგავენ ფეხს იტალიას და ესპანეთის გერმანიას და რაღაცეებში უსწრებენ კიდევაც თავისი პრიორიტეტები აქვთ რა აი მაგალითად წყლის პომპები უფრო ესპანური იტალიური პომპებია გერმანიას ცოტა კომპანია აქვს ვინც პომპებზე ცდება გერმანიას უფრო მაღალ ტექნოლოგიური ელექტრონული თქვა დეტალებში უფრო ძალიან მაგარია აი ყველას თავისი რაღაცა სფერო აქვს არჩეულ რამდენიმე კომპანია ჩამოვიდა აი რომ რა კომპანიები არის რა ვიცი ალბათ ხა აი დენსო ეხლა ვიყავი იაპონიაში დენსოს მიწვევით და მაგაზე ალბათ ხალხი გადაცემა იქნება საჭირო 8 დღე ვიყავი რაც ალისა საოცრებათა ქვეყანაში და ახლა ეგეთ თავგადასავალი გადამხდა აი თითქმის ყველაფერი გვაჩვენეს აი ამ 8 დღეში ის ნახოთ იაპონიაში შეიძლებოდა საოცრად გადატვირთული რეჟიმით ვიმუშავეთ და ვიყავ კომპანიაში რომელსაც 48 მილიარდი აქვს ბრუნვა 48 მილიარდი საქართველოს ეკონომიკაზე რამდენიმე 40 ჯერ დიდი ეს დოლარი ხო ოკეი ZF-ი მაგალითად ეს არის ორი ბრენდისგან არის წარმოჩინებული საქართველოს არის Saks და Lenforder-ი რაც 38 მილიარდი აქვს ბრუნვა თქვა გერმანიის ერთ-ერთი აი საჩვენებელი კომპანია აისინი რომელიც ესევე თქვა 24 მილიარდი აქვს იაპონური კომპანია ანუ აი დაახლა ესეთ გიგანტები 1 მილიარდზე ნაკლებ თითქმის არცაც არ აქვს რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან მაგარია ძალიან მაგარია და მაინც ყველა არის ძირითადად კონვერზე მიმწოდებელი აი ამ კომპანიებთან მუშაობა სანდრო არის ურთულესი რა მხრივ ძალიან ამბიციურები არიან ეს არ არის მეორადი ბრაზილის კომპანიებთან ჩადიხარ და ის ყველანაირად მორგებული ამ მეორად ბაზარ საფასო სეგმენტით იქ რაც იაფიანი სეგმენტით ეს არის კომპანიები წარმოიდგინე ხა დენსოსდან 48 მილიარდიდან 45 მიდის კონვერზე კი ბატონო. სარ Toyota, Nissan, თითქმის დენსოთი აკრეფილი მთლიანად. დენსო, გული, ვიზლი, ტვინი, მთელი ამ Toyota-სი რა, Toyota-ს რჩევა მე რო გარეგნულად ეს თუნუქი რეალურად დაანჩენ ყველაფერი დენსოა. ესევე აისინი კოლოფები, ხიდები ყველაფერს აისინი აკეთებს მაგათ. ZF-ში წესია ხიდი, კოლოფი, გარდამკნელი რაც დათქას რო ეძახა. ყველაფერი ეს არის ძრავის გარდა, ძრავს მე რაც მოდის, მთლიან ZF-ი აწარმოებს, მთელი დაკიდება მანქანის ხო და ნუ აი ამ კომპანიებში ხა წარმოიდგინე 10% ეტმობა ავტომარკეტს და იმდენად უნიშნელო ამ ავტომარკეტზე აი იძულებული არიან გავიდნენ რადგან აექს პროდუქცია აქვს და გავიდნენ ამათან ლაპარაკი გინდა საფასო სეგმენტზე გინდა რაღაც შეღავათებს არის შეუძლებელი თითქოს იმდენად ულტიმატუმის დონეზე მყოფი კომპანიებია თავის ფასი იციან ჯერ ეგერთი რა თქმა უნდა კი მეორე ნუ შესაბამისად არ დაიჭერენ ესეთი კალიბრის კომპანიები ურთიერთობას ძალიან დიდი გადამოწვევის შედეგად ხდება ეს ყველაფერი და ისინი ერთი დალაპარაკებაში ხდებიან შენ პროფესიონალებს თუ რას წარმოადგენ რამდენად ხარ ჩახედული ამ ინდუსტრიაში სადაც ხარ და ხო არა კაი თემამდე მიხვედი ბაკურ რა დაუჯდა ენერგიას გულისხმობ ამ შემთხვევაში არა ფულად კონტრიბუციას ნუ როგორც ეს წარმატებას მოაქვს შემდეგ ფული შესაბამისად მე წარმატების ფორმულის ჭრილში გეკითხები რა დაუჯდა ავტობანს რომ გამხდარიყო რეალურად იმ კალიბრის კომპანიების პარტნიორი ეს ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული ეხა მაყურებელი რომ უყურებს ლამას თაროებს ლამაზად შეფუთულ ასე ვთქვათ საავტომობილო ნაწილებს და ასე შემდეგ ალბათონებო და ბატონებო ამ ყველაფრის მიღმა არის ძალიან დიდი შრომა ჩადებული
შესაბამისად, უფრო მეტი კონკრეტიკა რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს თქვენგან აინტერესებს და აი რის ფასად სად რო გითხრა, ეხლა ამის შეფასება შეიძლება ეს არის შეუძლებელი. კი, ეს არის უბრალოდ 25 წლიანი აი უმძიმესი შრომა რა. უმძიმესი ყოველდღიური შრომა, აი ნულიდან დაწყებული ყველაფერი, ალბათ ნებისმიერ ადამიანს ქუჩაში რო გააჩერო, აი წამომყევი, მოდი თავიდან დავიწყოთ, ყველა ჩამოგცილდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიღაცა ჩამომცილდა, ვერ გაუცლის უბრალოდ. იმ რიტმს, იმ ტემპს, იმ შრომას, რაც ახლავს ამ ყველაფერს. ეს არის ძალიან შრომატევადი ბიზნესი და იმდენად მონგებიანი არ არის, რამდენადაც არის შრომა. შრომა უფრო მეტია, ვიდრე იქიდან ამონაგები ბევრად ნაკლებია. პატარა ქვეყანა ვართ, მასშტაბები არ არის, სწორედ აი მასშტაბების გამო მიჭირდა აი ამ კომპანიებთან ლაპარაკი, მაგრამ კომპანიამ აიღო ძალიან რთული გზა, იმცეთი რთული გზა აიღო, რაც მაგალითად უკრაინელებსაც უჭირთ, რუსებსაც უჭირთ მიუხედავად თავისი მასშტაბებისა და ამან გადაერე ცირის მხრებზე, რომ ჩვენ ვერ გავაუცებდით მათ ჩვენი ვთქვათ ბრუნვებით, ჩვენი ქვეყნის მასშტაბებით, უბრალოდ ეს იყო პიროვნული ურთიერთობა და აი ამ პროფესიონალიზმის დანახვა კომპანიაში. ნუ ეს პროფესიონალიზმის ასპექტი აი ამისი პატივისცემა იყო ის, რომ ისინი წამოვიდნენ ჩვენთან. აკურ რეგიონალურ ასპარეზზე არ ოპერირებთ, ანუ სომხეთი, აზერბაიჯანი. ძალიან რთულია. ძალიან რთულია, იმიტომ რომ საქართველოში ბიზნესი არის აბსოლუტურად თეთრი. და კომპანია ჩვენი დასაწყისი მაშინაც კი როცა არ მოითხოვებოდა რომ თეთრი ყოფილიყო მაშინაც თეთრი იყო, იმიტომ სხვაგვარად შეუძლებელია. ნუ ახლა თავის რანგის კომპანიებთან მუშაობა. იმდენი შემოწმება გვაქვს მათი მხრიდან და აუდიტები გავლილი რომ მათ ჩვენთან დაეწყოთ მუშაობა, ამის აღწერა შეუძლებელია და ძალიან რთულია სასუნხეთში, სადაც ღრმა კორუფცია არის, ესე აზერბაიჯანში ამენ აბიჯი გადადგა. მაშინ მთელი კომპანიის შიდა ხედვა უნდა შეცვალო. და გადაკეთდეთ როგორ ახლა სამ ტიპის ადამიანად იცხოვროს ერთმა კომპანიამ და კი, ნუ ეს ცოტა რთულია, ეს სპეციფიკაციები არ ვიცოდი ნამდვილად. ისტორიული გარემო გვაქვს ჩვენ გარშემო. ჩვენ არა ვართ დანია, ჰოლანდია, რაღაცა ესეთი ტოლერანტი ქვეყნების გარემო არა ვართ. ნუ მაგრამ პარტნიორები გვყავს. ეს ძალიან კარგია. კლიენტები გვყავს, ისეთი მცირე გაბარიტიანი პარტნიორები გვყავს სასომხეთში ზაზე. მოდიან პატარა პარტიები მიაქვთ რეგიონებში ცხოვრობენ და მაღაზიები აქვთ, იმათ ურჩევნია თქვათ ერევანში წასვლა ჩვენთან ჩამოვიდნენ, ფასიც უფრო იაფია, ცოტა საბაჟო აქვთ ძალიან რთული ორივეს, ხო? კი, ნუ ეს ცოტა საკმაოდ სირთულეებია. და ნუ რაღაც აი საბაჟოზე რაღაც აწყობილები დადიან მიაქვს. აი რეგიონალურ ბაზარს ახლა ამ შემთხვევაში გავსწრეთ და მოდი ადგილობრივი ბაზრისკენ კონცენტრირდეთ. აი დღეს აი ამ მიმართულებით საავტომობილო ნაწილების კუთხით, ეხლა აბსოლუტურად ყველაფერი ახალი და ხარისხიანია, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ჩანს. რამდენად მძაფრია დღეს კონკურენცია? აი თქვენ სეგმენტში გყავთ კონკურენტი? როგორ რა თქმა უნდა, ერთი ის დიდი მოთამაშე ბაზრის რომელიც ყოლა ვიცით. კიდე არის და 2 თუ 3 საკმაოდ მცირე გაბარიტის მოთამაშეები, მაგრამ არის ძალიან ბევრი წვრილი მოთამაშე ბაზარზე, რომელიც თამაშობენ ცოტა წელსქვევით დარტყმებით. ბრენდების ფალსიფიკაცია მიდის ძალიან ინტენსიურად და სახელმწიფოს კი აქ ამაზე კანონი მიღებული ბევრჯერ ვცადეთ, მაგრამ ამის გამწვავებას გეხმარებათ ამ შემთხვევაში სახელმწიფო, აი ხა მაგალითად გარკვეული კანონი. ვერა, იმიტომ როგორც კი ეხება ამ სეგმენტს, იქ მიდის, რომ აი ჩვენ რაღაცა იმიტომ რომ თქვა აზერბაიჯანელები ვართ ძირთად ხელში ეს ფალსიფიკაცია არის აზერბაიჯანელების. და როგორც კი ეს საკითხი მწვავდება, ინტუში ნაციონალურ საკითხი დგება, თქვა, რომ აი ამიტომ რომ ჩვენ აი ესე ვართ და აბსოლუტურად ეს არის ბიზნესი, ეს არის ეთნიკურობა არაფერ შუაში არ არის. აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის, მაგრამ ეგრევე სხვა რაკურსში გადაყავთ და სახელმწიფო რაღაც უკან იხევს და მიმაჩნია კიდევ რომ სწორი ხა საქართველოს ზედმეტი კონფლიქტები არ ჭირდება. კი, მაგრამ ნუ რეალურად ეს კანონია. ხო, მაგრამ რაღაცა ესეთი განათლების ახსნის დონეზე და ყველასთვის უნდა დადგეს და ალბათ მიეჩვევია, როგორც მიეჩვევა საბაჟოზე დღეს თეთრად იხდია, რომ საბაჟოს შემდეგაც სახელმწიფო აგრძელებს არსებობას. სახელმწიფო არ არის დღესდღეობით ესე მოხდა, რომ მათ გაიგეს, რომ სახელმწიფო აი საბაჟოს დონემდე არის, რომ იქ უნდა გადაიხადო, ადრე არ იხდია, ეხა იხდია, მაგრამ უნდა მიეჩვენა იმას, რომ საბაჟოს იქითაც გრძელდება სახელმწიფოსთან ურთიერთობა ბიზნესის და გადასახადები იხდება საბაჟოს იქითაც. ნუ აი ეს ჯერჯერობით არ არის დამკვიდრებული. დღესდღეობით არის 3 ფილიალი ავტობანის მთელი საქართველოს მასშტაბით. და აი ამ მიმართულებით აპირებთ თუ არა გაფართოებას. ერთი არის სააკაძის მოედანზე, ერთი ფეიქრების ქუჩაზე, სადაც ახლა ვიმყოფებით, მესამე არის ელიავაზე
და ერთის ახლა დაგვემატება ისანში. კი ბატონო. მაგრამ ჩვენი მიმართულება არ არის ესეთი მრავალი ფილიალების, არა ვართ ეგეთად ფუფუნებაში ჩავარდნილი კომპანია, რომ ფინანსები თავზე გვეყაროს, მაგრამ ჩვენ ცოტა სხვა მიმართულება გვაქვს, ვიპოვოთ რეგიონში პარტნიორები, იმ პარტნიორების გაზრდა შეუწყოთ ხელი, მათ გადარჩენა შეუწყოთ ხელი და ბაზარზე აპელირება თქვა, გადავამზადოთ, ვასწავლოთ, ძალიან ბევრ სამუშაოს ვაკეთებთ ამ მიმართულებით, რომ პატარ-პატარა საოჯახო ბიზნესები, რომლებიც ჩართულები არიან იბრძვიან არსებობისთვის, მათ რაღაცა ტრენინგები ჩაუტაროთ, რაღაც სწავლებები ჩაუტაროთ, ფინანსურად დავეხმაროთ და აი თვალსა და ხელშუა ისინი იზრდებიან, ისინი საკუთარ ოჯახზე მუშაობენ, საკუთარ ბიზნესზე მუშაობენ, საკმაოდ мотиваცია აქვს ძალიან დიდი ამათ. ვცდილობთ აი მოტივირებულ ადამიანებს შევუწყოთ ხელი, ვიდრე ჩვენი ფილიალები ვაშენოთ, რომლის რენტაბილობაზე გაყვანა მე ძალიან რთულია. თან ქართულ რეალობაში ძალიან რთულია. რეგიონებში თუ აპირებთ აქტიურობას? ყავს ჩვენ სადაც 300-მდე კლიენტი ყავს ესეთი, მაგრამ არა ფილიალები რა. ფილიალების მიმართულებით ალბათ ნაკლებად სწავლთ. მე მომხრევა რომ იყოს საქართველოს ხელა რეგიონს, მაგალითად უკრაინაში, ერთი დიდი კონცენტრირებული საწყობი ამსახურება. აი ჩვენ მიჩვეული ვართ ქართველებს, სანდრო როგორ ვართ, აი ყველაფერი კასასთან გვინდა რა, აი დახთან უნდა მოგვართვან ერთ წამში. გერმანიაში კი არ არის ესე, მესა შედის სერვისში მანქანა, რაღაც პატარა სოფელში სადღაც ყველგან ვერ აშენდება რა თქმა უნდა ეს გლობალური საწყობი, იმიტომ რომ ამ საწყობში იმხელა თანხები და იმხელა 20,000 დასახელების დეტალი დევს. ხო და ჩვენ ვერ ავაშენებთ ხო 20,000 დეტალიან საწყობს ყველა რეგიონში, ხო? რა თქმა უნდა ხდება შეკვეთა და მეორე დღეს მიტანა. ზუსტად ესე ხდება გერმანიაში უაუთვალავი პატარ-პატარ ერთოთახიანი წარმომადგენლობები არსებობს. იშლება მანქანა სერვისში და მე არის მიტანის სერვისი. კი ბატონო. აი მინახე როგორ გადის 400 სპრინტერი ერთდროულად დილის 9 საათზე, სადაც მიტანის სერვისია, ისინი სადღაც ორზე ბრუნდებიან და რამოდენიმე ობიექტში შედიან. წარმოიდგინე 3-4 ობიექტში 1200-1600 ობიექტზე მიდიან, ბრუნდებიან, ისევ იტვირთებიან და ისევ 3-4-1600. აი ესეთი რეჟიმია სერვისების მომარაგების. ალბათ აქაც უნდა მივეჩვიოთ, რომ ესეთი უნდა იყოს ეს ყველაფერი. უნდა იყოს კონცენტრირებული გლობალური საწყობი, საიდანაც მომარაგდება მთელი ერთი პატარა რეგიონი ევროპის რა. იმედია მივალთ აქამდე. ეს არის სწორე ბიზნეს თქვათ მოდელი და რა ის რომ თქვათ ყველგან ფილიალი ხსნა და ყველა დეტალი გელაგოს ეს რესურსების აი არასწორი მართვა არის უბრალოდ რა. ბაკურ, მოკლედ ძალიან მაგარი კონცეფციაა, მინდა წარმატებები გისურვოთ. აი ამ ავტობანის შესახებ ზოგადად და მისი ოპერირების შესახებ, რა თქმა უნდა, ბანი ტივის რუბრიკებიდან კიდე არაერთხელ შეიტყობს ჩვენი მაყურებელი. ახლა კი მედაშენ მე მგონი მოგვიწევს გადაცემის ჩაწერის ფორმატში გადავინაცვლოთ, სადაც ბაკური უკვე გადაცემის სრულფასოვანი წამყვანია, ასე რომ გადაცემის ფორმატში შევხვდებით. მადლობა სანდრო. დროებით.